მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე. წარმოგიდგენთ კურსს ქართული და ევროპული იდენტობა ისტორიულ რეტროსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა ქრონოლოგიური პერიოდი იქნება მეხუთე-მერვე საუკუნის მსოფლიო და შევეხებით ირანულ, ბიზანტიურ და ქართულ იდენტობას. მთავარი ასპექტი დღევანდელი ლექციისა, მთავარი შეკითხვა არის პოლიტიკურ თუ ღირებულებით არჩევანს აკეთებენ ამ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოები. რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არჩევანი სწორედ აყალიბებს ამ ერთობების თვითცნობიერებას, ფაქტიურად განსაზღვრავს მათ სააზროვნო სისტემას, მათ იდენტობას, აყალიბებს მათი განვითარების მაგისტრალურ ხაზს და ფასეულობათა სისტემას. შევეხებით, როგორც ლექციის დასაწყისში გითხარით, რომის, ბიზანტიის, ირანის განვითარებას და საქართველოს. დავიწყოთ ირანით. ირანი მეხუთე საუკუნის დასაწყისში შაჰი არის იეზდიგერტ პირველი, რომელიც მფარველობს ქრისტიანებს და ბიზანტიასთან კარგ ურთიერთობაშია. მათ აკავშირებთ საერთო საფრთხე. ეს არის ჩრდილო კავკასიის მომთაბარე ტომებისაგან დაცვა და მათი მიზანი დერბენდისა და დარუბანდის კარებების დაცვა იყო, საიდანაც მომთაბარეები მათ ტერიტორიებს უტევდნენ. ამ კარებების დაცვის გარანტორი საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველო. ამიტომაა სწორედ საინტერესო ამ პერიოდის საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთისათვის, ანუ რომისა და ირანისათვის. მეექვსე საუკუნიდან იწყება დაპირისპირება ირანსა და ბიზანტიას შორის. ირანის შაჰი ხოსრო პირველი მონოფიზიტებს მფარველობს. ბიზანტიის კოლონიებში, ეგვიპტეში და სირიაში იდევნებიან მონოფიზიტები ბიზანტიის ოფიციალური სარწმუნოებრივი მიმდინარეობის დიოფიზიტობისაგან. ცეცხლთაყვანისმცემელი ირანი ცხადი არაფერ შუაშია მონოფიზიტების დაცვასთან, მაგრამ მას ეს დამოკიდებულება სჭირდება ბიზანტიასთან პოლიტიკური მტრობისათვის და რაც მთავარია ბიზანტიასთან დომინანტობისათვის. მხოლოდ იმპერატორ იუსტინიანემ შეძლო მონოფიზიტების შეჩერება ბიზანტიის ამ კოლონიებში, ანუ იმპერიის გარშემო. მან აღორძინა დიდი რომის იდეა, წინ გასწია იმპერიის საზღვრები და ბიზანტინიზმის საფუძველზე რელიგია სახელმწიფოს დაუმორჩილა. ასეთი ცეზაროპაპიზმით საბოლოოდ დაამკვიდრა მართლმადიდებლური მწამსი და დაგმო 526 წლის ედიქტით მონოფიზიტობა საზეიმოდ. იუსტინიანე და დედოფალი თეოდორა ღრმად მორწმუნენი იყვნენ, მათ იმპერია და ქრისტეს რჯული განუყოფელ ცნებად მიაჩნდათ. რა ხდება ახლა ამ პერიოდის რომში? 395 წელს რომი ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი, ხოლო დასავლეთ რომის დედაქალაქი რავენა. რომი კი დასავლეთის საეკლესიო ცენტრი გახდა. დასავლეთ რომს უტოვენ ვესტგოთები, ალარიხის მეთაურები, შემდეგ უნები, ატილას მეთაურობით, ბოლოს კი 476 წელს იმპერიის არმიის მეთაურმა, წარმოშობით გერმანელმა ოდოაკრმა ტახტიდან ჩამოაგდო 16 წლის იმპერატორი რომულუსი, რითაც დაეცა მსოფლიოს უდიდესი იმპერია, რომის იმპერია. ბედის ირონიით, რომის უკანასკნელ იმპერატორს იგივე სახელი რომულუსი ერქვა, რაც რომის პირველ მეფეს. დასავლეთ რომის პოლიტიკური რეგალიები აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ამის შემდეგ პოლიტიკურ უკაზე არსებობა დაიწყო ბიზანტიის იმპერია. ახლა შევეხოთ თუ რა რეალობა არის ამ ეპოქის ქართლში და რა ძირითადი სააზროვნო ორიენტირები არის ამ პერიოდის ქართულ იდენტობაში. ამ პერიოდის მოღვაწე არის აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი. ნებისმიერი ერთობის ნაციონალური ცნობიერების ჩამოყალიბებაში უდიდესი არის ისტორიული წყაროების, ანუ ისტორიული ნარატივის დატვირთვა. ასევე ქართული ეროვნული თვითცნობიერების შუა საუკუნეების სააზროვნო სისტემის შექმნაში არის გადამწყვეტი ქართული ერთობის მთავარი ნარატივის, ანუ მთავარი ისტორიული წყაროს ქართლის ცხოვრების როლი. ამ თხზულებაში, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიის პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნემდე, გამორჩეულ ქართველ მეფეებს თავიანთი ისტორიკოსები ყავთ. ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსია ჯუანშერი. საყოველთაოდ არის ცნობილი ქართლის ცხოვრების ერთი მინაწერი, რომელიც უკავშირდება ჯუანშერს და რომელიც ფაქტიურად
პასუხს ცემს კითხვაზე, როგორი ტიპის თხზულებაა ქართლის ცხოვრება და აქედან პასუხი იმისა, როგორი არის აზროვნება ქართული საზოგადოებისა, რომელსაც, როგორც ვთქვით, დიდწილად წყაროები და ისტორიული ნარატივი განსაზღვრავს. ამ მინაწერიდან ჩანს ის, რომ ქართლის ცხოვრება არის იმგვარი საისტორიო ჟანრის თხზულება, რომელიც დროდადრო სამეფო სახლის წევრების და მასთან დაახლოებული პირების მიერ აღიწერებოდა. ანუ იწერებოდა სამეფო კარზე. ხოლო ავტორი მისი მოვლენათა თვითმხილველი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინაწერიდან დიდ დატვირთვას იძენს, არის ის თუ როგორ უნდა წერდეს ავტორი ქართველთა ცხოვრების წიგნს. და პირდაპირ წერია აქ, რომ ის უნდა წერდეს ღვთივ განმგზნობილი გონებით. ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ქართლის ცხოვრების, თუ შეიძლება ითქვას ასეთ კანონიკურ ტექსტს, ძალზე მაღალი ავტორიტეტი აქვს. ის მიეწოდება მკითხველს როგორც ავტორიტეტული ვერსია, ღვთივ განმგზნობილი გონების შემოქმედება, ანუ ამ ძეგლის შექმნაში ფაქტობრივად ორი ავტორიტეტი არსებობს. თავად უფალი, რომელიც განაგრძნობს ავტორის გონებას და ავტორის სტატუსი, სამეფო სახლისადმი კუთვნილება. ქართლის ცხოვრება, როგორც ვთქვი, უმნიშვნელოვანესი ძეგლი არის ქართული იდენტობის გასარკვევად და ქართული აზროვნების დასაფიქსირებლად. ღირებულებითი არჩევანი, ანუ ფაქტიურად ქართლის ცხოვრების კონცეფციის არჩევანი, დგას აღმოსავლეთ საქართველოში და უკავშირდება მეფე ვახტანგ გორგასალს. პირველი მომენტი უკავშირდება ვახტანგის დედას, მეორე მომენტი კი თავად ვახტანგის არჩევანს. ეხლა განვიხილოთ ეს მომენტები. საინტერესო არის ვახტანგის დედის საგდუხტის ისტორია. ვინ არის საგდუხტი? საგდუხტი ის არის ქართლ-ალბანეთის მარსპანის რანის ერისთავის ბარზაბოდის ასული, რომელიც ვიდრე ქართველთა დედოფალი გახდებოდა, მაზდეანობის მიმდევარი იყო ისე როგორც მისი ოჯახი და ქართლის დედოფლად გახდომის შემდეგ გაქრისტიანდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ საგდუხტი მამასთან ბარდავში წავიდა. პირველი გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იყო ბარდავში წასვლა, იმიტომ რომ ეშინოდა ქრისტიანობის მიღებისათვის არ დაესაჯა მამას მისი მცირეწლოვანი ვაჟი ვახტანგი და არ ემტრო მისთვის. საგდუხტის ქმედება ძალიან ხატოვნად არის აღწერილი ქართლის ცხოვრებაში, როდესაც საგდუხტმა მუხლი მოიყარა, ფეხებზე ემბორებოდა მამას და ითხოვდა მისგან, რომ არ აეძულებინა ქრისტიანობის დატევება. და მეორე არ ევნო ვახტანგისათვის, რომელიც სასანიანთა ირანის ქვეშევრდომად დარჩებოდა. ბარზაბოდმა შეიწყალა ასული და ყველა თხოვნა შეუსრულა. ამ აღნიშნულ პასაჟში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართლის დედოფლის საგდუხტის საქციელი და დედოფლის მიერ ქართული ერთობის რელიგიური მარკერის სრულად გაცნობიერება და სწორად აღქმა. ის ვერ იქნებოდა ქართველთა დედოფალი ამ ნიშნულის აღიარების გარეშე. ის ალბათ ვერც დაბრუნდებოდა უკან საქართველოში, რადგან ქართველთა დედოფლობისათვის ისეთ სულიერ სიმაღლეებთან და სიღრმეებთან ზიარება იყო აუცილებელი, რასაც ქართული ეთნოსისათვის ქრისტიანობა ნიშნავდა. აღნიშნული სიმაღლის დასთმობა მისთვის ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასი იყო. სწორედ ამ ნიშნულის ფასი იგრძნო ბარზაბოდმა ქალიშვილის თხოვნაში, ყველანაირ დათმობაზე წავიდა და მხოლოდ ერთი მოთხოვნა წაუყენა მას, მაზდეანები არ შეეზღუდათ ქართლში. ახლა რა ხდება ამ პერიოდის ბიზანტიაში? ბიზანტიაში არის მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების დაპირისპირება, რაც ფაქტობრივად იყო ირანის და ბიზანტიის დაპირისპირება. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ირანი მხარს უჭერს მონოფიზიტებს პოლიტიკური წინააღმდეგობისათვის ბიზანტიასთან. ბიზანტიის მესვეურები სახელმწიფოს დაცვის მიზნით იღებენ შერიგების წერილს, ეგრეთ წოდებულ ჰენოტიკონს, რომელშიც დოგმატური დათმობების ფონზე აღიარებული არის მონოფიზიტების უფლებები დიოფიზიტების უფლებების გარკვეულწილად დამცრობით. ვახტანგი უერთდება ამ დოკუმენტს. ვახტანგისათვის ჰენოტიკონი პირდაპირ მის არჩევანთანაა დაკავშირებული. რას აირჩევს? დასავლეთს თუ აღმოსავლეთს? მას არჩევანი აქვს გასაკეთებელი ირანსა და რომს შორის.
საინტერესოა ამ პერიოდის ქართლის მეფის ვახტანგ გორგასლის პოზიცია და მისი ღირებულებითი და არაპოლიტიკური არჩევანი. თუ პოლიტიკურ სვლას გააკეთებს, ანუ თუ წარმატებულ პოლიტიკურ სვლას გააკეთებს, ძლიერი ირანი უნდა აირჩიოს ერთმნიშვნელოვნად. ვახტანგი ირჩევს დასავლეთს და ირჩევს დასავლეთს, ანუ ბიზანტიას არა გეოგრაფიული, ან პოლიტიკური პრიორიტეტით, არამედ ღირებულებით, რაც ნიშნავს სწორედ ქრისტიანობაზე სწორებას. თანამედროვე თვალთახედვით ეს ცხადია არასწორი ნაბიჯია, რადგან პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოიტანს. საქართველოსთვის ჰენოტიკონი და კერძოდ ვახტანგისთვის და ვახტანგის დროინდელი საზოგადოებისთვის ჰენოტიკონი არაა პოლიტიკური აქტი. ბიზანტიისათვის კი ეს არის მისი სახელმწიფოს გადარჩენა, სწორედ ამ მიზნით იღებს ის ჰენოტიკონს. ბიზანტიისათვის ეს პოლიტიკური აქტია რელიგიის სახელით. საქართველოსათვის კი ღირებულებითი აქტია პოლიტიკის სახელით. რა დააკლდება ქვეყანას პოლიტიკური არჩევანით, ვერ შეასრულებს მთავარ მისიას, ვერ დაიცავს განს, ანუ მისი მისია, ქართველთა მისია, რომელიც მათ კარგად აქვთ აღქმული და შენარჩუნებული, ვერ იქნება დაცული. ვახტანგის ეს ნაბიჯი შეიძლება ვთქვათ, რომ არის ცივილიზაციური არჩევანი. ვახტანგი ერის პოლიტიკურ ლიდერზე მეტად არის ერის მსახური. მას გადაწყვეტილი აქვს ღირებულებითი არჩევანით წარუძღვას ქვეყანას და არა პოლიტიკურით. დასავლეთისაგან მას არ სურს პოლიტიკური კეთილდღეობა. თუ კეთილდღეობა იქნებოდა პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერ აირჩევდა, ანუ ძლიერს აღმოსავლეთს აირჩევდა. ვახტანგის მთავარი მიზანი არის არ მოწყდეს საკუთარი ერთობის ფასეულობათა სისტემის იმ ღერძს, რომლის გარშემო უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა. არჩევანი ირანზე ნაკლებად პრობლემური და პოლიტიკურად გამართლებულია. ბიზანტიაზე არჩევანი, ანუ ბიზანტიის არჩევის შემთხვევაში გამართლებული ღირებულებითი არჩევანი იქნება. კიდევ რა დააკლდება ქვეყანას ამ პოლიტიკური არჩევანით? აქ შეწყდება ის, რაც ქართველთათვის ამოსავალი არის. ქართველებისთვის ფასეულობის დაცვა, ანუ მსახურება უმთავრესია, სადაც ამოსავალი წერტილი არის ქრისტიანული ღირებულებების დაცვა. ირანთან კავშირით ამ განძის მოვლა და ამ მისიის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამ ღირებულების ამღიარებელი არის ბიზანტია, რომელსაც ქართლთან ერთად შეუძლია მისი დაცვა. ეს სიწმინდე ჩვენ არ გვიპოვია, ის მოგვეცა და მენტალური ყურადღება სჭირდება. ვახტანგმა ეს განძი, ანუ განძის მცველობის მისია, განჭვრიტა მენტალურად და შემდეგ საქართველოს მთელი მედიევალური ისტორია ამ საგანძური შენარჩუნება არის, მასთან დაბრუნებაა. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური ნიშანი. მასთან კონტაქტით ერთობა არ წყდება იმ სააზროვნო ფორმას, რომელიც განსაზღვრავს მის უმთავრეს ფასეულობებს, ანუ განსაზღვრავს მის უმთავრეს ფასეულობათა სისტემას. ვახტანგის ჩამოსვლის შემდეგ კონფლიქტი ხდება, ცნობილი კონფლიქტი, რომელიც თქვენ ყველამ კარგად იცით, მიქაელსა და ვახტანგს შორის, როდესაც მთავარეპისკოპოსი მიქაელი დაუპირისპირდება ვახტანგს სწორედ იმ ნაბიჯის გამო, როგორც ჩანს, რაც მან გადადგა. და ერთი რამის აღნიშვნა მინდა მხოლოდ, რომ რატომ იყო ასეთი დაუშვათ თუნდაც შეუსაბამობა თუ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მიქაელსა და ვახტანგს შორის. მიქაელისთვის ის ნაბიჯი, რაც ვახტანგმა გააკეთა, ანუ არჩევანი დასავლეთზე და ერთგვარი მიერთება ჰენოტიკონთან, რელიგიური დათმობა იყო და ამას ბუნებრივად და აბსოლუტურად გასაგებად აპროტესტებდა მიქაელი, როგორც დამცველი გარკვეულწილად აი ამ რელიგიური ნიშნულისა, მაგრამ ეს სხვა არჩევანთან, გრძელვადი ამ პერსპექტივასთან და იმ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვახტანგი ვერანაირად ვერ მოსწყდებოდა. ბიზანტიელები პეტრეს აგზავნიან, რომელიც ხდება ქართლის პირველი კათალიკოსი და ქართლის ეკლესია ავტოკეფალური ხდება. თანამედროვე თვალსაჩინოდან ვახტანგის ეს ნაბიჯი არ იქნება გამართლებული, რადგან მარტივად პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოიტანს. ჩვენ დღეს გვთავაზობენ არჩევანს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ეს ცხადი არ ნიშნავს იმას, რომ ვახტანგს გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური ინტერესები არ ქონია, მაგრამ აქ არის მხოლოდ საუბარი პრიორიტეტებზე. თუ რა პრიორიტეტები და რა ფასეულობები ქონდა ქართულ ერთობას მე-5 საუკუნეში და რა აქვს მას ეხლა. თანამედროვე საზოგადოების სააზროვნო სისტემა სხვაგვარადაა მოწყობილი.
რომლის საფუძველი ყოველთვის პოლიტიკური კეთილდღეობაა. მას არა ისტორიულად დადასტურებული ფასეულობითი მარკერები ასაზრდოებს, არამედ ერთგვარად ფსევდოღირებულებები. ჩვენ დღეს გვაქვს დავიწყებული და არ ვითვალისწინებთ ქართული სამყაროს ისტორიულ მენტალურ სისტემას, რომლის საძირკველს და რომლის ამოსავალს, რომლის დასაყრდენს ყოველთვის ქრისტიანობა წარმოადგენდა. მე-6 საუკუნეში დიდხანს არ გაგრძელდა ბიზანტიის ასეთი დამოკიდებულება მონოფიზიტებისადმი, იცვლება მონოფიზიტებისადმი დამოკიდებულება და ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე და მისი მემკვიდრეები იმპერიის უფრო იოლად მართვის მიზნით ახორციელებენ მის გეოგრაფიულ გაერთიანებას. ცდილობენ დაამყარონ სოციალური და ეთნიკური თანასწორობა რელიგიაზე დაყრდნობით. მათი პრინციპია ერთი სახელმწიფო, ერთი რელიგია. ერთიან სახელმწიფოში აღიარეს დიოფიზიტობა, რის გამოც მონოფიზიტები იდევნებოდნენ მე-6 საუკუნიდან ქართლის ეკლესიამ განაგრძო ვახტანგ გორგასლის მიერ შემუშავებული საეკლესიო პოლიტიკა და ბიზანტიის ორთოდოქსალური ეკლესიის დარად ცხადია მყარად დადგა ქალკედონიტობაზე. ქართლმა ოფიციალურად მხარი დააუჭირა ანტიმონოფიზიტურ კურსს, სხვა გადაწყვეტილებას იღებს მაგალითად სომხეთი, რომელიც გადაწყვეტილება ერთგვარად პოლიტიკურია, რადგანაც გადაწყვეტილება მისი მიემხროს ირანს, სრულდება იმით, რომ სომეხთა ვექტორი აზროვნებისა იცვლება და ისინი მონოფიზიტობისაკენ იხრებიან. აღმოსავლეთ საქართველოში აი ეს ღირებულებითი არჩევანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დასაფუძვლდა ამავე პერიოდში ოდნავ მოგვიანებით დასავლეთ საქართველოშიც მეფე გუბაზის მკვლელობასთან დაკავშირებით. ბიზანტიელები კლავენ ეგრისის მეფეს გუბას. ძალიან საყვარელი მეფე, ძალიან ცნობილი მეფე ეგრისელებისა, რომლის მიმართ განსაკუთრებულია ეგრისელთა დამოკიდებულება. ეს საშინელი ისეთი შოკია მათთვის. ბიზანტიელების ეს ნაბიჯი გუბაზის მიმართ და მისი მკვლელობა. ეგრისის პოლიტიკური ელიტა იკრიბება და იმართება კრება, რომლის წინაშე ერთი შეკითხვაა. რა არჩევანს გააკეთებს ეგრისი? არჩევანი ახლაც ირანსა და ბიზანტიას შორის არის, ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არის. გამოდის ორი რიტორი, აიეტი და ფარტაძი და თავის სიტყვაში ორივე იცავს სხვადასხვა პოზიციას. თუ ვის უნდა მიემხრონ და რა არჩევანი გააკეთონ? არჩევანი დასავლეთზე, ანუ ბიზანტიაზე, თუ არჩევანი აღმოსავლეთზე, ანუ ირანზე. არჩევანი რთულად, მაგრამ მაინც მეფის მკვლელ ბიზანტიაზე ჩერდება, რადგან აქ არის მთავარი ღირებულება ქრისტიანობა. ეგრისისაგან დასავლური არჩევანი ღირებულებითი არჩევანის დასტურია, რაც ქრისტიანობაზე სწორების მანიშნებელია, როცა ეგრისი ირჩევს მეფის მკვლელ ბიზანტიას მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზანტია ქრისტიანია და ეს უმთავრესია ქართული იდენტობის, ქართული აზროვნების შენარჩუნებისათვის. მე-6 საუკუნეში ბიზანტიის სახელმწიფო დამყარებულია ერთდროულად ქრისტიანობაზე და ელინიზმზე. ხდება ქრისტიანობის პოლიტიზირება, რელიგიის გამოყენება სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, აქ რელიგია სახელმწიფოს ემსახურება. საქართველოში ეს არასდროს ყოფილა. ცხადია იმიტომაც, რომ ბიზანტია იმპერიაა, მაგრამ საქართველოში რელიგია არასდროს ყოფილა სახელმწიფოსათვის დამხმარედ გამოყენებული. ამიტომ კეთდებოდა ყოველთვის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებითი არჩევანი. განსხვავებით თანამედროვე საქართველოსაგან, არჩევანს მხოლოდ პოლიტიკურ კეთილდღეობაზე გათვლით ვაკეთებთ. კანონზომიერება კი ის იყო საქართველოსთან მიმართებაში, რომ როცა ასეთი მსოფლმხედველობა გვქონდა, სახელმწიფოს დაწინაურებაც ხდებოდა. არა მხოლოდ ღირებულებების, არამედ პოლიტიკური და სახელმწიფოს ყოველგვარი კეთილდღეობა ხდებოდა. ხოლო როგორც კი შეწყდა ასეთი ტიპის გრძროვნება, დაღმასვლა დაიწყო ქვეყანამ, განსხვავებით დასავლეთისაგან, რადგანაც ეს არის ჩვენი განვითარების გზა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზა, რომელსაც უნდა მივდიოთ ყოველთვის. მე-7 საუკუნეში ახალი პოლიტიკური და რელიგიური აქტორი გამოდის მსოფლიოში. ესენი არიან არაბები და მათი რელიგია ისლამი, რომელიც ცვლის მსოფლიოში ბევრ რამეს. ცვლის პოლიტიკურ, რელიგიურ, ენობრივ, კულტურულ სიტუაციას. 500 მილიონი აღსარებელი ყავს ამ რელიგიას. რელიგიური ნიშნით იქმნება არაბთა სახელმწიფო მე-7 საუკუნეში, ჯერ რელიგია იქმნება და შემდეგ სახელმწიფო
ამიტომ არაბეთი სრულად რელიგიური სახელმწიფოა. ახლა ხდება დასავლეთში. ამ პერიოდში, მე-7 საუკუნიდან ყალიბდება პირველი ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფრანკებისა და საქსების სამეფოები. ამ დროის მოვლენა არის ორი ევროპული ნაციის, გერმანული და ფრანგული იდენტობების ჩამოყალიბება და იწყება ევროპის ქრისტიანიზაციის პროცესი. არაბები უტევენ ბიზანტიის იმპერიას, ჰერაკლე კეისარს უწინასწარმეტყველებენ. არაბთა მოსვლის შემდეგ ოველივეს განადგურების შესახებ. ამიტომაც ჰერაკლემ დაფლა განძი და შესაბამისი მიწების მფლობელთა ვინაობის აღნოსხვას მიჰყო ხელი. ქართლის ცხოვრებაში ეს თხრობა უცბად ქართლის ერისმთავრებზე გადადის და ქართლში ზუსტად ასეთივე ტიპის ამბავს ყვება ქართლის ცხოვრება. ძალიან მოკლედ ვიტყვი ახლა ვინ არიან ერისმთავრები და რა არის ეს ერისმთავრობის ინსტიტუტი. ვფიქრობ, რომ ქართველთა თვითცნობიერების განხილვისას საყურადღებოა და შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურია ერისმთავრობის ინსტიტუტი. ხო, ვინ არის ერისმთავარი? ირანელებმა მე-6 საუკუნეში გააუქმეს მეფობა ქართლში. გააუქმეს მეფობა აგრეთვე ალბანეთსა და სომხებში. დასახელებულთაგან ბოლო ორ სამეფოში, ანუ ალბანეთსა და სომხეთში მეფობა ძნელად აღდგა. მაგრამ ქართული ერთობისათვის იმდენად მნიშვნელოვანი და განსაზღვრელიც კი აღმოჩნდა მეფობის კონცეფტი, რომ ქართლის მოსახლეობა ვერაფრით შეეგუა მეფის არყოლას. ამიტომ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ არა იარაღით, არამედ ფიქრითა და აზრით, იმის შესახებ, რომ ქართლის მოსახლეობას ნომინალური მართველი მაინც ყოლოდა. ხსენებული მიზეზის გამო ბიზანტიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს, რომ მათთვის სასურველი მართველი მიეცათ. ასე შეიქმნა სწორედ ერისმთავრის უნიკალური ინსტიტუტი. ერისმთავარი სტეფანოზი საკუთარ ქონებას თავის შვილებს, არჩილსა და მირს უნაწილებს და უფროს ვაჟთან მირთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადადის. სტეფანოზის მეორე ვაჟი არჩილი კი ქართლში რჩება. ქართლში არაბების შემოსვლისას ჰერაკლეს მსგავსი მომენტი არის აღწერილი, როდესაც ჰერაკლეს მსგავსად ირჩევა არჩილიც. დაფლავს თავის განძს და დატოვებს საკუთარ სახელს. არჩილი ფიქრობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ეს ტერიტორია მისია და გადადის დასავლეთ საქართველოში. საინტერესო შეკითხვა არის ალბათ, რა იყო ეს განძი, რომელიც დაფლეს აქ ქართველმა ერისმთავრებმა. რა იყო ეს ოქროვერცხლი, საჭურველი, ძვირფასეულობა, რომლის დაკარგვა ძალიან ენანებოდა და ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს მიწი მისაში დათვლა? ვფიქრობთ, ეს არ არის მატერიალური განძი. რაც კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებიდან. ქართლის ცხოვრება წერს ასეთ ფრაზას. ესაა განძი, რომელიც მირიანმა მოიხვეჭა. შემდეგ ვახტანგმა გაამრავლა. ეს რომ არამატერიალურია, ეს განძი, იქიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ამ ორ მეფეს ასახელებს მემატიანე. მირიანიდან ვახტანგამდე და ვახტანგის შემდეგაც ძალიან ბევრი მართველია. ისმის კითხვა, მათ რა არ ქონდათ მატერიალური სიმდიდრე, მაგრამ მხოლოდ ამ ორს ასახელებს ქართლის ცხოვრება. რადგან სწორედ ისინი არიან ამ ღირებულების შემკრები. ამიტომ ცხადია, აქ არამატერიალურზე, არამედ სწორედ ღირებულების დაფლაზეა საუბარი. ერისმთავრები აქ ტოვებენ მათი ლეგიტიმაციის მთავარ განძს სვეტიცხოველს, რადგან მისი დაცვაა მათი უმთავრესი დანიშნულება. აქ იდეა დაიფლა. ის, რაც არ უნდა დაღუპულიყო, აუცილებლად უნდა შენახულიყო, სწორედ ამ იდეის დაფლაზე არის საუბარი, როდესაც შემდგომ ისინი მშვიდობიანობის დროს დაბრუნდებოდნენ უკან და ეს იდეა ცოცხალი დახვდებოდათ. არაბები გაედევნებიან ქართველ ერისმთავრებს. არჩილი და მირი ანაკოფიის ციხეში იმყოფებიან. გარშემო არაბების ისეთი რაოდენობის ჯარი მოიყრის თავში, რომ ძმებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ღამე ისინი ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატთან ლოცულობენ. ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, ანუ აწყურის ხატი. არჩილს ანგელოზი ეცხადება და აუწყებს, რომ გააღოს კარები და საბრძოლოდ გავიდეს. ღვთის ძალით მტერი მარცხდება. აქ ქართული ერთობის შეგრძნებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ და ფარნავაზის დროს გვქონდა ქართულ ერთობაში.
ეს არის ამბავი, როდესაც აფხაზთა მთავარი ლეონი მიდის არჩილთან და მირთან და საკუთარ გვირგვინს გადასცემს მათ და ერთიან მმართველობას შესთავაზებს. გახსოვთ ალბათ დაახლოებით ასეთივე ფაქტი მოხდა ფარნავაზსა და ქუჯის შორის, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ახლა რა ხდება აქ? ლეონს კარგად ჰქონდა გააზრებული გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა. ქართლი არაბებს უპყრიათ, დასავლეთში არ შედგა ქართველთა ერთობა, მომავალი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ლეონის ქმედებით ქართლისა და აფხაზეთის შეერთებას ეყრება საფუძველი. აზრისმიერად უერთდება ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო და ორი გვირგვინი მთლიანდება. როცა არჩილი მადლობას უხდის ლეონს, მისი პასუხი ასეთია: მეც მიმათვალე შენს ქვეშ ერდომებში. არ მინდა შენგან წილი, ჩემი წილი შენი იყოს. რა ხდება? რატომ აძლევს ძლიერი მეფე სუსტ დევნილ ერისმთავრებს საკუთარ გვირგვინს? ეს ისტორიკოსებისათვის გაუგებარია და აქ ამ შემთხვევაში ისინი ძალადობაზე მიუთითებენ და ძალადობაზე აპელირებენ. სინამდვილეში აქ საქმე ძალიან მარტივადაა. ლეონი ისევე აზროვნებს, როგორც არჩილი. თუ აქ დასავლეთ საქართველოში არ აღდგა მეფება აზრისმიერად, მაინც სახელმწიფოებრიობის იდეა დაიკარგება. რადგანაც იქ აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გაუქმებულია, ერისმთავრები გამოდევნილნი არიან. აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გადმოვიდეს ეს იდეა და სახელმწიფოებრიობის გამთლიანებული იდეა არ ერისმთავრობის, ანუ ნომინალური მეფობის სახით, არამედ უკვე სრულფასოვანი მეფობის სახით. განცდან დაბრუნება აღმოსავლეთში ქართული ერთობა არა როგორც წავიდა გაყოფილი ასე უნდა დაბრუნდეს, არამედ გამთლიანებული უნდა დაბრუნდეს. ამით კიდევ უფრო გაიზარდა მეფობის კონცეპტი და კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეასრულა მეფობის კონცეპტმა, რომელიც აზრისმიერად დასავლეთ საქართველოში აღდგა. რა მოვლენაა ეს ძლიერისგან სუსტისთვის უპირატესობის დათმობა? ეს არის ის, რომ მიწიერად სუსტ არსებას უჭერს მხარს ქართული ერთობა. ეს ნიშნავს, რომ არა მიწიერ, ანუ სულიერ არსებას აძლევს ის უპირატესობას. როგორ ხდება ყოველივე ამის დაგვირგვინება? ბიზანტიის იმპერატორი არჩილსა და მირს გვირგვინს უგზავნის ბიზანტიისათვის გაწეული სამი მნიშვნელოვანი სამსახურისათვის და წერს ქართლის ცხოვრება, რომ განძი, რომელიც დაიცვეს, რაც წინა ციტატაში ჰქონდა განხილული მირიანმა, ვახტანგმა და შემდგომ არჩილმა და მირმა, ამაში მდგომარეობს. ეს არის ერთი, ეს არის მირიანის გაქრისტიანება. მეორე, ეს არის ვახტანგ გორგასლის მიერ იმ უმთავრესი ფასეულობების დაცვა და მხარდაჭერა ბიზანტიისათვის, მისი გაჭირვების ჟამს და მესამე, ეს არის არაბების დამარცხება არჩილის და მირის მიერ. ეს ბიზანტიისათვის, ანუ ქრისტიანული სამყაროსათვის ქართველთაგან ერთგვარად შეწირული მსხვერპლი იყო. ამრიგად რომ შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, შეგვიძლია დასკვნის სახით თქვათ შემდეგი. ამ პერიოდში ქართულ ერთობას აქვს იდენტობის მთავარი მიმართულება. ეს აუცილებლად უნდა დაიცვას, რაც ქრისტიანობასთან ასოცირდება. ქრისტიანული ხაზი, ანუ განძის მცველობა, ანუ ის უმთავრესი დატვირთვა, რაც ქართულ ერთობას ჰქონდა, ზედმიწევნით არის დაცული. არა ისე, როგორც თანამედროვე საზოგადოებაშია, როცა ჩვენ ვცდილობთ მოვირგოთ ქრისტიანობა და არა ქრისტიანობას მოვერგოთ. ამაშია პრობლემა, სწორედ და განსხვავება შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართულ საზოგადოებას შორის. ის, რაც გამოცხადებითია, მისი ოდნავი ცვლილებაც კი წარმოუდგენელია. მედიევალური ქართული ერთობის მახასიათებელი არის ღირებულებებისადმი ერთგულება და არა კეთილდღეობისადმი. ვახტანგი, არჩილი, არა კეთილდღეობის ან თუნდაც პოლიტიკური დივიდენდების ერთგულები არიან, არამედ მსახურებით ელემენტს აღიარებენ. ისინი არ მეფობენ, ანუ არა იმდენად მეფობენ, არამედ რამდენადაც მსახურებენ. ანუ ქრისტიანულ ღირებულებებს ისინი საკუთარ თავს განუკუთვნებენ. საგარეო პოლიტიკური და რელიგიური საფრთხის მიუხედავად, რომელიც არის ამ პერიოდის დასავლეთში, ბიზანტია და საქართველო ინარჩუნებენ და იცავენ უმთავრეს ქრისტიანულ ღირებულებებს. მადლობა ყურადღებისთვის.